საარჩევნო კოდექსში შესატანცვლებებზე იმსჯელებენ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. სიახლე საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს ეხება. საარჩევნო კოდექსში ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. CESCO-ს დაადგენილებით განისაზღვრება საარჩევნო კომისიის ხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღების და აუდიო მონიტორინგის წესიც. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მესამე მოსმენით გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებსაც განიხილავენ. მეორე მოსმენის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტში ცვლილება შევიდა, კერძოდ პროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოებაა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა. Ბუნებრივია ეს ქმნის საკანონმდებლო ბარიერს იმისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს საარჩევნოში დამკვირვებლებს გამოიყენონ ადგილობრივ დონეზე ექსპერტები, სპეციალისტები. ბუნებრივია ეს შეუწყობს თავისუფალი სამართლიანი გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას ხელს, რაც ნამდვილად არ აწყობს ოცნებას. შესაბამისად, ისინი ცდილობენ ამ ხელოვნური საკანონმდებლო ბარიერით საერთაშორისო ორგანიზაციებს აუკრძალონ მანამდე პრაქტიკაში არსებული ეს მეთოდი, რომ მათ ადგილობრივ დონეზე აიყვანონ საქართველოს მოქალაქე. გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ეს ცვლილებები დღეს უკვე მიემართება არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს ან პოლიტიკურ აქტორებს, არამედ მიემართება რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რომელსაც სურს სამოქალაქო ან პოლიტიკური აქტივობას მიმართოს და თუ მას ეს კონკრეტული თანხები მიღებული აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, ამისთვის მას დაჭირდება ხელისუფლების ამ შემთხვევაში ოცნების ნებართვა. ბუნებრივია ოცნებას ექნება პერიკეტი, თავის შეხედულებისამებრ განსაზღვროს კონკრეტულ პირს მისცეს თანხმობა ან არ მისცეს თანხმობა. ეგრეთ წოდებული მდიდარი NGO-ების წარმომადგენლები, რომლებიც მხარი არიან, ისინი არაფრით არ შეიძლება იყვნენ ობიექტური დამკვირვებლები. იმიტომ რომ ისინი შემჩნეულები არიან პივიტის გაყალბებაში, ყალბი ნარატივების გავრცელებაში, 1000 ვარ სხვა ასეთ ქმედებებში, რომელიც დადასტურებულია. რომელიც აღიარება თვითონაც კი მოუწიათ მათ, როდესაც მათ წინ დაულაგეს ყველა მტკიცებულება თავის დროს, იცით თქვენ ამის შესახებ. ამიტომ თუ საერთაშორისო დამკვირვებელი გადაწყვეტს დაკვირვებას, მან უცხოეთშივე უნდა მოიძიოს ის სპექტრი, ვისი მეშვეობითაც განახორციელებს ამას. თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე ადეკვატურად პასუხობს ნებისმიერი ღირსეული და თავმოყარე სახელმწიფო, როდესაც პირდაპირ აცხადებენ ქვეყნის ფარგლებს გარედან, რომ მიუხედავად დღემდე მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებისა, კონკრეტული ევროკომისრები თუ ასე შემდეგ, აუცილებლად მონახავენ გზებს იმისთვის, რომ გვერდი აუარონ ქართულ კანონმდებლობას და კვლავ დააფინანსონ შავი ფულით გაუმჭირვალე სახსრებით ეგრეთ წოდებული NGO სექტორი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალურად სამოქალაქო სექტორთან და მხოლოდ უცხოელების ტიპურ აგენტურულ ქსელს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება ადეკვატური.